საქართველოში პირველად მუცლის აორტის ანევრიზმის ენდოვასკულარული ოპერირება ელა გრაფტის გამოყენებით ჯეო ჰოსპიტალსის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარდა. ეს ოპერაცია ქართველმა სისხლძარღვთა ქირურგებმა დამოუკიდებლად შეასრულეს. ადამიანის ყველაზე დიდი სისხლძარღვის კედლის გაფართოება ანევრიზმა ყველაზე ხშირად 60-დან 80 წლამდე ასაკის მამაკაცებში სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო ვითარდება. როდესაც მუცლის აორტის ანევრიზმა 5 სანტიმეტრს აღემატება, მისი გასკდომის და შინაგანი სისხლდენით ადამიანის გარდაცვალების ალბათობა დიდია. 21 საუკუნეში აორტის ანევრიზმის ოპერირება მხოლოდ ენდოვასკულარული მეთოდით, მუცელკვეთის გარეშეა რეკომენდირებული. ღია-წესით მუცელკვეთით ანევრიზმულად შეცვლილი აორტის გამოსვლა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. სისხლძარღვში პროთეზის იმპლანტირებისას ბარძაყის არტერიის პროექციაზე კეთდება პატარა განაკვეთი, საიდანაც აორტის ანევრიზმული გაფართოების ადგილას რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით სპეციალური კათეტერით განთავსდება სტენტ-გრაფტი და იქვე გაიშლება. ტრანსპლანტანტი ინარჩუნებს აორტულ სისხლის ნაკადს, ამცირებს აორტის კედელზე ზეწოლას და აქვეითებს აორტის გახეთქვის რისკს. ჩეხური კომპანია ელას მიერ წარმოებული სტენტ-გრაფტი საქართველოში მხოლოდ ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გამოიყენება და მის ანალოგებთან შედარებით ბევრად უფრო იაფია. ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგი გიორგი ხელაძე სხვადასხვა პერიოდით იმყოფებოდა შვედეთისა და ჩეხეთის წამყვან კლინიკებში აღნიშნული ოპერაციების ასათვისებლად. ოპერაციები ერთეულები არის საქართველოში გაკეთებული. დასავლეთ საქართველოში პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პირველი არის, პრეცედენტი სხვა არ ყოფილა. ეს ოპერაციები ძალიან ხშირად გაკეთდება ჩვენი გუნდი და თვითონ გაყოფილება ვიმყოფებოდა გადამზადებაზე შვედეთსა და ჩეხეთში, უფრო მეტად დიდი დრო გადაღებული ჩეხეთში და უშუალოდ ვიყენებთ ჩეხურ სტენტ-გრაფტს. 72 წლის დავით შარვაშიძემ წელის არეში გარდამავალი მუცლის ტკივილით ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა. გამოკვლევების შედეგად მას 6,5 სანტიმეტრის ზომის მუცლის აორტის ანევრიზმა აღმოაჩნდა. ტრადიციული მეთოდით, ანუ მუცელკვეთით ყველაზე დიდი სისხლძარღვის პროთეზირება პაციენტის დაღუპვის დიდ რისკს წარმოადგენდა. 72 წლის ასაკში მუცელკვეთა და იმ ასე რომ ვთქვათ, გადაგვარებული სისხლძარღვის პროტეზირება იყო ძალიან დიდ რისკთან, იმისა რომ ჩვენ ბატონ დავითს საოპერაციო მაგიდაზე თუ არა ოპერაციის შემდეგ დავგარდავდით. ამის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გავუკეთები რა აორტის ბიფურკაციული სტენტ-გრაფტირება. საბედნიეროდ ოპერაცია ჩაიარა ძალიან კარგად. პაციენტი ოპერაციის ჩატარებიდან მეორე დღესვე თავს ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს. რეზერვი კარგად იმებს და მასალა დაი ცენტრალურ საავადმყოფოში. გამიგდა ოპერაცია თავს კარგად. ოპერაციიდან მეორე დღეა, მაგრამ გუჩი და ზოგადად ოპერაცია კარგად ზოგადად. ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარებული მუცლის აორტის ანევრიზმის პირველ ოპერაციას ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და ამასთანავე რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარტინ კოხერი დაესწრო. ჩეხმა პროფესორმა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა გუნდს ძალიან კარგი შეფასება გაუკეთა და მომავალში დამოუკიდებლად საქმიანობისთვის certificate მიანიჭა. I am honored to be here with my colleague Georgi to perform the first bifurcated stent graft for abdominal aortic aneurysm in west part of Georgia. I have to congratulate the team because the team is very skilled and is able to do this procedure in future alone. 2015 წლის სექტემბრიდან ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში იგეგმება ოპერაციების წარმოება გასკდომით გართულებული აორტის ანევრიზმების დროსაც, რაც ბევრ ქართველ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.